ეს რა თქმა უნდა იქნება, რადგან მეგრულ საახალწლო სუფრაზე სიმღერა აუცილებელია. თუმცა სამზადისი დილით ადრე იწყება. ჩვენ ახლა ჩამოვედით სამეგრელოს სოფელში, ჩხოროწყუს რაიონს ეკუთვნის ეს სოფელი, რომელსაც ქვია ხაბუმე. ვესტუმრეთ შენგელიების სახლს და გავიგებთ თუ როგორი ტრადიცია აქვს ზოგადად სამეგრელოს როგორ ხვდება ახალწელს და კონკრეტულად შენგელიების ოჯახი როგორ ხვდება ახალწელს. მეგრული ტრადიციის თანახმად პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ არის ის რომ როდესაც მივდივართ სტუმრად უნდა დაუძახოთ მასპინძელს შემდეგი შეძახილით. მასპინძელო მობრძანდი სტუმარი ღვთისა. როგორ ბრძანდებით ბატონ რეზო? მადლობთ, თავად როგორ გიგიხოთ? მადლობთ, მეც კარგად. ბატონ რეზო, მე რამდენი ახალწელს ხვდებით თქვენ? 78 ახალწელს ხვდები ბიზი. 78. დიახ. არ გეტყობათ, მინდა გითხრათ. ღვთის წყალობით. ჩემი შვილთაშვილი. რამდენი შვილთაშვილი ყავთ? შვილთაშვილი 6 უნგავ ჯერჯერობით. შვილიშვილი? შვილიშვილი 8. ყოჩახ თქვენ, ესე იგი, ესეთი მრავალრიცხოვანი ოჯახი გყავთ. კი ბატონო, ჯერჯერობით ვართ ასე. 31 დეკემბერს საახალწლო სამზადისი და ფუსფუსი დილიდანვეა. სადღესასწაულო საქმეებში ოჯახის ყველა წევრი ჩართულია. შენგელიები საახალწლო სუფრას თავიანთი პროდუქტით ავსებენ. მთავარი სასმელი ღვინოა. რეზო შენგელიას ვაზის უძველესი ჯიში უჯალეში უკვე რამდენიმე წელია დარგული აქვს. ახლა დაყენებული ღვინოც მზადაა და მისი დაგემოვნება მხოლოდ ახალწელს იქნება შესაძლებელი. საერთოდ ტრადიცია მაქვს ასეთი. ახალწლამდე არც ახალ ციმინს და არც ახალ ღვინოს ხელს არ მოვკიდებ. რატომ? რატომ და ახალწელს ახლით უნდა შევხვდე. ეს ასეთი ტრადიცია მაქვს. ახალწელს ყველაფერი ახალი. ყველაფერი ღვინოს ახალი, ღომის ახალი, ქვის ახალი და ყველაფერი ახალი უნდა იყოს ახალწელს. ბატონ რეზო, თქვენ 78 წლის ბრძანდებით და გახსოვთ თუ როგორი იყო მეგრული საახალწლო ტრადიცია. როგორი იყო 31 დეკემბრის დილა. განსხვავებას თუ ხედავთ, ფუსფუსი იყო თუ არა მაშინაც როგორც ეხლა? ფუსფუსი მაშინაც იყო და ეხლაც არის. ამაში არაფერი არ შესულია. დილიდან ეხლა ამ სახლში და საერთოდ სოფელში ყველგან მოლოდინი არის სიგეთის, კარგი მომავლის. აი ეს არის და კარგი განწყობა ახალწლის შესახვევად. დამზადდება ყველაფერი, რაც საახალწლო საზეიმო განწყობას ესაჭიროება და ველოდებით 12 საათს ახალწლის შემობრძანებას. ადრე იყო ასეთი ტრადიცია, რომ ახალწლის შემობრძანებას თოფის როით აღნიშნავდნენ. ეხლა ეს ტრადიცია ნაკლებად არის. აშვე? დიახ. ესე იგი, აშვე ნიშნავს ესმევა, ხო შეუძლია დალევა. დალევა შეუძლია და მიმართულება მარნისკენ. მოდი, მაშინ შევიდეთ ახლა მარანში და დავათვალიერებთ. მოვზანდით. აქ იყრებოდა ყურძენი, აქ თოგი ხონდა ამას ხეზე. ავიდოდნენ, მოკრებდნენ და ჩამოუშვებდნენ თოგით. გადმოადრიალებდნენ, ჩაღრდნენ საწნახელში. ეს არის უძველესი საწნახელი. უძველესი საწნახელი. და აი მეგრული ოჯალეში მერტმა შეგვახვედრა რომ მრავალ ახალწელს. კარგად. ბედნიერად, იარულად. აბა მრავალ ახალწელს დავესწროთ, ბატონ რეზო. რეიცანას მოუხედათ. ჯერარდა. გაგვიმარჯოს, კარგად ვიყავ. ეხლა მე მივდივარ ფასხისკენ, სხვათა შორის მეგრულ ტრადიციულ ოჯახში ფასხა აუცილებელია, იმიტომ რომ სწორედ ფასხაში ხდება ტრადიციული კერძების მომზადება, ისეთი როგორც არის ელარჯი, საახალწლო სუფრისთვის გოჭი, ქათამი და ასე შემდეგ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. ესე იგი დიდი სამზადისი გაქვთ, როგორც ხედავ, ხო? გოჭი არის მეგრული სუფრისთვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. გოჭიც და ნუ ქათამიც. რა დროს ჭირდება დაახლოებით გოჭის შეწვას? დაახლოებით 3 საათი ჭირდება, ასე რომ შეიწვას შამპურს. უფრო გემრიელიც არის მე მგონი, ხო? გემრიელიც არის და კოლესტერინი რაც კი არის ამ გოჭში, ყველა ცილდება ესე შამპურზე შეწვის დროს.
კარგი, მოდი მაშინ ახლა მე გადავინაცვლებ სამზარეულოში და ვნახოთ თუ რა ხდება იქ, როგორც ვიცი, საცივის მომზადების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც საახალწლო სუფრას უნდა ამშვენებდეს. როგორი არის მეგრული საცივი, ნამდვილი მეგრული საცივი? მეგრული საცივი არის, რომელიც გამოიყენება ქართული მიგოზისგან. და ეს მასა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სანახში. კარგად უნდა დაინახოს ნავითთან ერთად. და რა თავარია სუნელები, რომელსაც უნდა იყოს გაჯერებული. და ჩვენ გვაქვს ტრადიციულად ესე ოჯახში ვამზადებთ ქართულ ხმელს სუნელს, რომელსაც ვიყენებ საცივისთვის. თქვენ რას აკეთებთ? ვაკეთებთ მოკლედ რაღაც ხდება, მაგრამ ახლა ეს არის ელარჯისთვის ყველი, რომელსაც ესეთ ხლად დავჭრით და მე ხომის მასაში, რომელიც ჩვეულებრივი ხომისთვის იმაში ვყრი და ელარჯი ტრადიციული ჩვენი მეგრული ელარჯი კეთდება ესეთი სულგული. ეს არის სულგულის ყველი. მაგრამ ამას სპეციალური ყველი უნდა გაკეთდეს. გებჟალიას როგორ აკეთებთ? რა არის? გებჟალიასთვის ახლა მე აქ პიტნა გვაქვს ჩვენ ამისთვის გვაქვს ნიური და მწვანე წიწაკა სპეციალურად, რომელიც სანახში დავნაყავთ მარილთან ერთად. მე ცალკე ყველი, ესეც სპეციალური ყველი. ახალი წლის შემოსვლამდე 1 საათით ადრე სახლში სუფრა იშლება. მაგიდასთან ოჯახის ყველა წევრი იყრის თავს. შესაძლებელია ჭიშკრიდან შეძახილი გაიგოთ, რაც იმის მომასწავლებელია, რომ ახალი წლის მოსალოცად მეკლეები მოვიდნენ. მენძელ! მიერეთ ამსერ შკასერს მოგოგონა. ბეიჰედიდო კუჩხი ბედინერი. ჰო! ბატონრეზო, ანსამბლად ჩხოროწყუ მოგილოცათ ახალი წლის დადგომა, დიდი ბედნიერება ალბათ ეს თქვენთვის, ხო, თქვენი ოჯახისთვის. რა თქმა უნდა. ესე იგი, მეგრული ტრადიციული სუფრა ალბათ წარმოუდგენელია ქართული სიმღერის გარეშე, განსაკუთრებით კი მეგრული სიმღერების გარეშე და მე მინდა ვთხოვო ანსამბლ ჩხოროწყუს, რომ კიდევ ერთი სიმღერა შევასრულოთ ერთად, ბატონო ვალერ, არ ვიცი მე რამდენად გამომივა, მაგრამ ჩვენ უნდა დაიწყო და მიულოცოთ ოჯახს. მიულოცოთ. Kirialesa, sadavoi Kirialesa, sadavoi Kirialesa, sadavoi Kirialesa. Achali zanas megachwamam koron goritanuas, ena dveshi doshwa chali jirega mogechar. Sadavoi Kirialesa, sadavoi Kirialesa, sadavoi Kirialesa, sadavoi Kirialesa.